გამარჯობათ. დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს ფიგურულ სრიალში, რომლებმაც დაიკავეს მეოთხე ადგილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. დიდი მადლობა მათ. დიდი მადლობა ჩვენს სახელმწიფოს მთავრობას, რომ ხელი შეუწყო ამ ხალხს და ესეთ წარმატებამდე მიიყვანა ისინი თავისი ხელშეწყობით და რასაკვირველია თვითონ სპორტსმენებმაც დადეს თავისი ესე იგი ძალისხმევა, შრომა და ჩვენ ასე სრულიად საქართველოს და ქართველები გაგვახარეს. ეხლა უპასუხებ იმ ხალხს, ვინც კომენტარებში რაღაც იგესლება და ამბობს, რომ თურმე იქ რაღაც რუსული გვარებია და ეხლა იქ რუსეთის მოციგურავეები არიან, ჯერ ერთი რუსული გვარი იქ ბევრი არ არის, იქ ქართველებიც არიან, ჯერ ეს ერთი. მეორეც კიდე რუსული გვარებით საქართველოს მოქალაქეები ბევრია საქართველოში და როგორც სხვა ეროვნებები საქართველოში ისინი ძალიან კარგად იცხოვრებენ და იმედი მაქვს კიდე ბევრი რუსი ჩამოვა საქართველოში და აიღებს საქართველოს მოქალაქეობას და გამოადგება საქართველოს ჩვენ სახელმწიფოს. ჩვენ ისინი გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ინჟინრები, განსაკუთრებით ავტომობილმშენებლობაში, აი რაც ქუთაისში რაც დავანგრიეთ, არ ვიცი ახლა უნიმოგი თუ ჩამოვა მიდან გერმანიიდან და ქარხანას გაგვიხსნის, უარს არ ვიტყვი, მაგრამ სულ არ ქონას ის ავტო მანქანები, რომლებიც ეს განმლადობით გამოირჩევიან რუსეთში, ძალიან კარგები არიან და ჩვენ გამოგვადგება. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ იარაღის ოსტატები ჩამოვლენ და საქართველოში დავიწყებთ თუნდაც სანადირო იარაღის გამოშვებას, პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ საქართველოს არ კონდეს ესე იგი უძველესი კულტურის და რკინის ესე იგი დამუშავების უძველესი კულტურის ქვეყანა ვარ ჩვენ. ალბათ უპირველესი, ხო? და დღეს აი ფილთათობსაც ვერ ვაკეთებთ. ამიტომ ძალიან მოხარული ვიქნები იმ ხალხის, ვინც საქართველოს გამოადგება მიუხედავად მისი ეროვნებისა აბსოლუტურად. და ეს ჩემპიონები, ჩვენთვის გასაგებია რომ მეოთხე ადგილი დაიკავეს, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა და მიუხედავად მათი წარმოშობისა, საქართველოს მოქალაქეები არიან ისინი და საქართველოს ასახელეს, დიდი მადლობა მათ. დიდი მადლობა რასაკვირველია იმ ხალხს, ვინც მათ ხელი შეუწყო, ეს სპორტის სამინისტრო იქნება თუ მთლიანად საქართველოს სახელმწიფო, მისი მთავრობა. მეორე საკითხი, მათ გასაგონად, ვინც ვერ გაიგო ქვეყნის მოქალაქეობა. ატრიალებენ რაღაც როლიქს, ვიღაც სომეხი გამოდის და ამბობს, რომ თბილისის მერი იყო 45 სომეხიო და მხოლოდ 2 ქართველიო რა. ეს არმენული რაღაც ისე ველიკო ძერჟავული, როგორც რუსეთში არის ველიკო ძერჟავული ისა აზროვნებები და აქ ველიკო არმენული აზროვნებები აქვთ. ასეთ ხალხზე არ არის საჭირო რაღაც გაბრაზება, იქ რაღაც შეურაცხყოფების დაწერა, უბრალოდ ეხლა არმენებისთვის გაუგებარია ეს, როგორ შეიძლება ეხლა, იმიტომ რომ მონოეთნიკურია და 1%-იც არ არის უცხოელი არმენიაში და ისინი მაგას ვერ გაიგებენ და ჩვენ ეხლა თბილისში ვცხოვრობთ, აქ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა სომეხი ეროვნების და ისინი ექიმებიც არიან, მძღოლებიც არიან, ტაქსის მძღოლებიც არიან, მარშრუტის მძღოლებიც არიან, სამინისტროებშიც მუშაობენ, პოლიციაშიც მუშაობენ და სამზარეულოებში და ძალიან ბევრ მე თვითონ ისეთ უბანში ვცხოვრობ, რომ ძალიან ბევრი სომეხი მეზობელი მყავს. და ეს ძალიან მშვენიერია, იმიტომ რომ ჩვენ ეს საქართველოა.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს საქართველოა და თუ ვიღაც იყო სომეხი ეროვნების თბილისის მერი, ძალიან კარგია, იმედი მაქვს და ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ეს, რომ საქართველოში, თბილისში კიდევ ავირჩიოთ სომეხი ეროვნების ქალაქის მერი, იმიტომ რომ ეს უკვე იქნება ესე იგი ჩვენი ძმობის და ჩვენი ერთად ბრძოლის დასტური და სომეხი ხალხის განთავისუფლება არმენული რაღაც იდეებისგან. ეს მეორე საკითხი, ვინც ვერ გაიგო რა არის ქვეყნის მოქალაქეობა, იმიტომ რომ ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს არა ქართველი და ეს არის ნორმალური. მე მგონი, რა ვიცი, ნორმალური ადამიანებისთვის და ნორმალური ქართველებისთვის ქვეყნის მოქალაქე თუ არ არის ქართველი, ეს ნორმალურია. ხო, ეხლა დაახლოებით იგივე საკითხი, როგორც საქართველოში იტყვიან რამსები რო აქვს დარეული ხალხს. ისეთ ხალხზე მინდა გესაუბროთ, ბათუმიდან ძირითადად კომენტარები და რომელსაც უწერია იქ ბათუმი და რაღაცა, რუსებზე ძალიან ცუდ რაღაცებს წერენ, რა ეს რა უნდათ აქ და რა მე ვიღაც მოლა გამოიყვანეს და ესე იგი რუსებთმა საქართველოს რო დაუშავა, ისე არავის არ დაუშავებია საქართველოსთვისო, მე მგონი მაგას საქართველოს ისტორია საერთოდ არ აქვს წაკითხული, ან რაღაც თურქეთის ისტორია წაიკითხა, რაზიანი მიაყენა კავკასიაში თურქულ ინტერესებს რუსულმა ინტერესებმა, ალბათ ეს წაიკითხა იმ მოლა. ხო, და ამიტომ ასე თურქებს, რომლებსაც რაღაც ქართული გვარსახელები აქვთ, ხო? მინდა უთხრა, რომ არასოდეს თურქეთის ნაწილი არ გახდება ბათუმი და მეცაც გეტყვით ის მიწების დაბრუნდება, რომელიც თურქეთშია, ეხლა ამჟამად აუცილებლად დაბრუნდება ის მიწები, დაწყდარდით. და თქვენი გასარჩევი არ არის რა, რაც აქვს ესე იგი საგინებელი ჩვენ ვიცით და მივხედავთ და ახლა თურქების გასარჩევი ქართული გვარსახელების გვარსახელებით თურქები რო არიან შინაგანად და გულით და ჯიგარით თურქები რო არიან, ეგ თქვენი საქმე არ არის. წადით თქვენ სამშობლოში, გვარს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია ქართველი ამ გვარით და არ მინდა დავასახელო ეს გვარი, რომელმეს არ ეწყინოს. და იმ ქართველებს, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ, ჩვენ ძმებს მიუხედავთ თქვენი რელიგიური მრწამსისა. როგორც აი ჩემი ერთი ნაცნობი იტყო და რელიგია გემოვნების საკითხიაო, ხო? რელიგია გემოვნების საკითხი არ არის, მაინც და მაინც ძალიან უტრირებულია ეს ნათქვამი, მაგრამ რაღაც დონეზე მართალია, ხო? რელიგია გემოვნების საკითხიაო, იმიტომ რომ რელიგია საერთოდ არ არის ღმერთთან კავშირში, აი პირდაპირ გაგებით, ხო? რელიგია არის ღვთისმეტყველება უპირველეს ყოვლისა, ხო? ამიტომ ღვთისმეტყველება შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა. ამიტომ რელიგია სულ სხვა არის, ღმერთი სულ სხვა არის, ქრისტე სულ სხვა არის, წინასწარმეტყველები სულ სხვები არიან, ხო? აი იესო ქრისტე მუსულმანურ რელიგიაშიდაც ერთ-ერთი წინასწარმეტყველია და ძალიან ესე იგი პატივსაცემი და ესეთი პატივისცემით ეპყრობიან მას მუსლიმები, ხო? ამიტომ ჩვენო ძმებო ქართველებო, თქვენ გვერდით ვიქნებით მუდამ, ჩვენ დავიცავთ თქვენ ქართველობას, თქვენ რელიგიას დავიცავთ და ჩვენს ბათუმს დავიცავთ იმ თურქებისაგან, რომლებიც არიან რაღაც ქართული გვარსახელებით და იმ მიწებსაც დავიბრუნებთ, რომლებიც არის თურქეთის შემადგენლობაში და იმ თურქებს, ვინც ახლა ბათუმში ცხოვრობს ქართული გვარებით და სახელებით და თურქეთზე რომ განიცდიან. ჯობია დაბრუნდნენ თავის სამშობლოში თურქეთში, იმიტომ რომ სანამ ახლოა თურქეთის საზღვარი ბათუმთან, ასე თუ ისე
სარფში უნდა გავიდნენ და თორე მიწებს რო დავიბრუნებთ, მე უფრო შორი იქნება თურქეთის საზღვარი საქართველოს საზღვრებიდან. ამიტომ თუ არ მოგწონთ საქართველო, მაშინ წადით თქვენ სამშობლოში თურქეთში, სადაც მოგწონთ, იქ წადით, ხო? ადამიანი თავისუფალია, არავის არ ვიჭერთ ჩვენ. და რაც შეეხება რუსეთს და რუსეთის იმპერიულ ზრახვებს, ეხლა დებილებისთვის კიდე გავიმეორებ. რუსეთის იმპერიულ ზრახვებს, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიულმა ზრახვებმა, რუსეთის იმპერიულმა გემოვნებამ და რუსეთის იმპერიულმა გეგმებმა დაგვიბრუნა ჩვენ ბათუმი და არა მარტო ბათუმი, სხვა მიწებიც. იმიტომ რომ ეს რუსეთის იმპერიული მადა რომ არ შემოსულიყო საქართველოში, საქართველო არ ვიცი, იმიტომ რომ არ იქნება კი ამბობენ რომ ეხლა საქართველო როგორ შეიძლება საქართველო არ ყოფილიყო, მაგრამ როგორ არ შეიძლება ეხლა, აბა თურქეთმა და ირანმა გაინაწილა საქართველო და ვინ დაუდგებოდა მათ წინ? არავინ არ დაუდგებოდა. მე ვფიქრობ, რომ არავინ მათ წინ არ დაუდგებოდა, იმიტომ რომ მათ უკვე მოგვარებული ქონდათ, ასე ვთქვათ, საქმე იქ ევროპაში თავის პატრონებთან, ვინც არიან იქ, რა ვიცი. ზედმეტად თუ არ ჩამოვთვალო და მე მგონი საქართველოს საერთოდ არ არის გათვალისწინებული ევროპული იმპერიების ასე ვთქვათ სტრატეგიულ მომავალში. როგორც ჩანს, იმიტომ რომ სულ სხვა ძალებს უჭერენ ისინი მხარს და სულ სხვა ზრახვები აქვთ ამ ქვეყნის მიმართ და ჩვენი ტერიტორიის მიმართ. ანუ თავისი გეგმები აქვს იმ ხალხს რა. და ერთადერთი გეგმა, რომელიც მათ ეს წინააღმდეგება, ეს არის რუსეთის იმპერიული გეგმა, ხო? და რუსეთის იმპერია და ვისაც არ ისმის, რას ნიშნავს იმპერია, მაშინ უნდა გადაშალოს წიგნი და წაიკითხოს, რომ იმპერია შორს არის რაღაც კაცმოყვარეობისაგან, იმპერია შორს არის რაღაც კეთილი ზრახვებისაგან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ფრანგული იმპერიის ზრახვები, საფრანგეთის იმპერიის ზრახვები, ინგლისის იმპერიის ზრახვები კავკასიაში, რუსეთის იმპერიის ზრახვები, თურქეთის, ირანის იმპერიის ზრახვები, ესენი ყველა ასე ვთქვათ, აქ იკვეთება და ჩვენ უნდა ავიღოთ ის, რაც ინარჩუნებს ქართველობას და ქართველ ერს, ხო? ჯერჯერობით რუსეთმა დაამტკიცა რუსეთის იმპერიამ, რომ მას აწყობს აქ ქართველების როგორც ასეთი არსებობა, იმიტომ რომ თურქეთში ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ მათ ქართველობა არავის არ შეუნარჩუნა, არც გვარსახელები აქვთ ქართული, რელიგიაზე და ესე იგი წამსე უკვე აღარ ვსაუბრობ რაღაც ქრისტიან ქართველებზე თურქეთის ტერიტორიაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი, მათ სახელი და გვარიც კი წაართვეს და ისინი ვერ ამბობენ, რომ ისინი ქართველები არიან. მათ არ შეუძლიათ ქართულად ისწავლონ სკოლებში და, რა ვიცი, ქართულად ისაუბრონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ თავის მიწაზე, ისტორიულად ქართულ მიწებზე ცხოვრობს ეს ხალხი. ანალოგიურად ირანშიდაც ის ქართველები, რომლებიც ტყვეთ გარეკას უხეში სიტყვა, მაგრამ რაც მოხდა იმას ვიმეორებ, გარეკის ირანელებმა ირანში არც ისინი არ არიან ქართველები, არც იმათ არ აქვთ ქართული სახელი და გვარი და ისინი ვერ იტყვიან, რომ ისინი ქართველები არიან. ეხლა ერთმანეთში და სამეზობლო და იქ ბირჟაზე ვირას საუბრობს, ეგ სხვა ამბავია, თორე ახლა ჩვენ როგორც ჩვენთან საქართველოში არიან სომხები და ისინი სომხობენ და საუბრობენ კიდევაც სომხურად, აზერბაიჯანელები, ჩვენი თანამოქალაქეები და ასე შემდეგ, ნებისმიერი ისე ქართველები იქ ვერ ცხოვრობენ. აი რუსეთში მაგალითად ქართველები ცხოვრობენ როგორც ქართველები, ხო? არავინ არ ართმევს მათ ქართველობას.
ამიტომ კარგია, ცუდია, გვინდა, არ გვინდა, უკეთესი გვინდა თუ რა რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ, ხო? სანამდესაც გადაგწყვეტება საბანი, ისე უნდა დავიფაროთ. ძალიან მინდა რომ გერმანელებს ჩამოეტანათ ქუთაისში უნიმოგი და მერსედესის ქარხანა, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც ასეთ სურვილს ვერ ხედავ გერმანიიდან. და როდესაც რუსებმა ჩამოიტანეს ის გაზში ისაც შესტის ქარხანა აქ და აქ უნდა გაკეთებულიყო, პირველად უცხორო ყველგანმავალი კეთდებოდა ქუთაისში. და ეს საქმე ქართველებმა ჩააფლავეს, ჩაისვარეს და რა ვიცი, ვერაფერში ვერ გამოგვადგა ის სიკეთე, რაც შეიძლებოდა ჩვენ აგვეღო იქედან. ეს როგორც ატომური ქვესადგური დაიხურა აქ და საერთოდ ბირთვული ფიზიკა წაიშალა და ამას მიყვა ფიზიკის წაშლაც, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რა დღეშია ფიზიკის ინსტიტუტი ვაკე საბურთალოს გზაზე. რა ვიცი, ყოველ დღე დავდივართ იქ და ვხედავთ, ხო? შენობა დაკეტილია და რა ვიცი, შეიძლება მალე ჩამოიგრეს კიდევაც და როგორი დიდებული შენობაა და ესეთი შენობა სერიოზული ზრახვების გარეშე არ შენდება. იმიტომ რომ საბჭოთა მეცნიერებას რომ არ ქონოდა აქ სერიოზული ზრახვები ქართული ბირთვული ფიზიკის და ფიზიკის განვითარებისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი გამოჩენილი ფიზიკოსი და მათემატიკოსი აჩუქა საბჭოთა კავშირს, როგორც ყველა დარგში რასაკვირველია, წარმატებული და დიდებული ადამიანები ყავდა, მაგრამ ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მწირი აზროვნების გამო. რატომღაც ქართველებს არ სჯერათ თავისი თავის და ურჩევნიათ, აი როგორც ერთი მეკამათებოდა, რომ ჩვენო არ გვაქვს ისა პრეტენზიაო რაღაც შევეჯიბროთო ვიღაც იქ რუსეთზე რო ჯენი მდონეზე მივიდეთ, ისინი რო არიან ტექნიკურ განვითარებაში და მე ვისაუბროთ სხვა, იმიტომ რომ ევროპა ამერიკამდე რომ მივიდეთ, ეგ უფრო დიდი გზაა და რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ ჩვენ. ხო? და ნუ ასეთ ხალხს ვისაც პრეტენზია არ აქვს, მაშინ ნუ გასაგებია. აგერ იტალია, აგერ იტალიელი პენსიონერები, კი ბატონო, წადით მოუვარეთ, დიდი ცოცხი, დიდი ლაფატკა ხელში, მე არ მინდა. ეს ეგეთი ევროპა, მე არ მინდა მოსამსახურე ქართველებს უყურო იტალიაში და მოსამსახურე ქართველებს უყურო საქართველოში, ხო? მიმტანები, კურიერები, ეს. ნუ საზოგადოებრივ კი ბატონო რაღაც. შეიძლება ხელფასისთვის წავიდეს ადამიანი, რეალიზაცია ვერ მოახდინოს, მაგრამ საქართველოში არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ტურისტული და აქაც ვემსახურო, იქაც ვემსახურო და ესე გადავიქცეთ რა, მოსამსახურე ხალხად. ხო, ეს ჩემთვის მიუღებელია, ეს არ მინდა. და ვისაც გინდათ, კი ბატონო, ეგ ჩემი საქმე არ არის აბსოლუტურად. ამიტომ რომ შევაჯამო რა ეს რამოდენიმე საკითხი, პირველი მოქალაქეობის საკითხი, ყველა მოქალაქე, ვინც გახდება საქართველოსი და ასახელებს ჩვენ ქვეყანას, მივესალმები, განვრჩევლად ეროვნებისა, როგორც ჩვენ გვეკადრება და ქართველ სტუმართმოყვარეობას და ქართველ ერს ეკადრება, ისე უნდა დავხვდეთ ამ ხალხს და ჩვენც მათ მიმართ გამოვხატოთ მადლიერება და ისინიც რასაკვირველია თავისი, ესე იგი, ხელობით თუ აზროვნებით თუ ცოდნით თუ რაღაც სპორტული მიღწევებით ჩვენ ქვეყანას ასახელებენ და ეს აბსოლუტურად მისასალმებელია. ასევე ნებისმიერი სხვა ეროვნების მოქალაქე საქართველოს მოქალაქეა და მიუხედავად ეროვნებისა, ახლა ის ექიმი გახდება, ქალაქის მერი გახდება, მძღოლი გახდება თუ რა ვიცი, მკითხავი გახდება, ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეროვნებასთან. საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე. მორჩა. და ასევე იმ ხალხს, ვინც ბათუმში ზის და თურქეთზე ოცნებობს,
მინდა უთხრა, რომ საზღვარი ღია, მიბრძანდით თქვენ საყვარელ თურქეთში. ბათუმი ყოველთვის იქნება საქართველოს ნაწილი და ჩვენ კიდე შემოვიერთებთ იმ მიწებს, რომლებიც დღეს არის თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, იმიტომ რომ ის არის ქართული მიწები. თუ არა და დაამტკიცოს თურქეთმა, რომ ის არის თურქეთის მიწა და მე ბუდის მოვიხდი. თუ ვინმეს რამე რაღაც კითხვები დაებადება, ხო, ამასთან დაკავშირებით. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.